რუსეთის მიერ უკრაინაში სრულ მასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის 4 წელი გავიდა. ათასობით ოჯახისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ომში დაღუპული ახლობლების გახსენება. ზოგიერთი დღემდე ელოდება მათ დაბრუნებას. ოქსანა ოსიპენკო მეუღლე ოლექსანდრი 2022 წლის ომის პირველ დღეებში დაკარგა. ოჯახი ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში ცხოვრობდა. რუსეთის თავდასხმის დაწყების დღეს 46 წლის ოლექსანდრი ტერიტორიულ თავდაცვაში მოხალისე ჩაეწერა. ოქსანა კი ორ შვილთან ერთად ეკლესიის სარდაფს აფარებდა თავს. ცოტა ხანში ოჯახმა შეიტყო, რომ ის ბრძოლაში დაიღუპა. სიტუაცია არ იყო უსაფრთხო, ამიტომ ვერ შეძლეს დაკრძალვა ზედასწრება. მოგვიანებით მათ კიევში გადაინაცვლეს. ხლიბის დაბადებასთან ერთად მე და ჩემმა მეუღლემ ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყეთ. ჩვენ ერთად 21 წელი გავატარეთ. გვეგონა, რომ უკვე ყველაფერი გქონდა გამოვლილი, თუმცა ბიჭებს შორის 15 წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ ჩვენში ახალი შეგრძნებები გააღვიძა. ახალი სუნთქვა, ახალი გეგმები, ახალი დასაწყისი. ფულს ვაგროვებდით, ბინის ყიდვას ვაპირებდით. ასე დავსახეთ ჩვენი მომავალი. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა სრულ მასშტაბიანი ომის დაწყებას. ოქსანას უმცროსი შვილი ხლიბი, ახლა 5 წლისაა. მან მხოლოდ მცირე პერიოდი გაატარა მამასთან. ოჯახი ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას. ბავშვს ფსიქოლოგიც ეხმარება, რომ მამის დაკარგვას შეეგუოს. ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა. მე მაგალითად დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი იმ განცდით, რომ შეიძლებოდა კარი გაეღო და შემოსულიყო. ხლიბი ძალიან პატარა იყო. ახლა თითქოს ნელ-ნელა იწყებს გააზრებას, რომ მამა აღარ არის. ხშირად ვიხსენებთ მას განსაკუთრებით წლის თავზე. ამ დროს ხლიბი ტირილს იწყებს. ეს გააზრება ეტაპობრივად მოდის. ბავშვის ფსიქოლოგიც ჩავრთეთ, რომ მას ყველაფრის სიტყვიერად გადამუშავებაში დავხმარებოდით. ამ დღეს იხსენებენ არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ უგზო უკლოდ დაკარგულებსა და ტყვეობაში მყოფებს. 30 წლის ლილია უკვე 3 წელზე მეტია ელოდება მეგობრის ბოჰდანის დაბრუნებას. აზოვის ბატალიონის მებრძოლი 2022 წლის მაისში მარიუპოლის დაცვის შემდეგ რუსეთის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამ პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ტკივილი მოიტანა. ეს არის მუდმივი შიში. არ ვიცი, როგორ არის ჩვენი საყვარელი ადამიანი, როგორია მისი ჯანმრთელობა. ბიჭებს ტყვეობაში